სასჯელ აღსრულების მე-6 დაწესებულებაში განთავსებულთათვის მომზადების ახალი ეტაპი დაიწყო. პროგრამას არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლება ახორციელებს. ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს ქსნის მე-15 სასჯელ აღსრულების დაწესებულებას ესტუმრნენ და მსჯავრდებულებს კურსის შესახებ ესაუბრნენ. პროგრამას სამთვიან კურსს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც მსჯავრდებულები ფსიქოლოგთან და სამოქალაქო განათლების ტრენერთან ერთად სხვადასხვა თემაზე იმუშავებენ. დღეს დაიწყო ქსნის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მომზადება გათავისუფლების პროგრამა. ეს ახალი ეტაპია, სადაც მიეცემათ მსჯავრდებულებს ჩაერთონ, გაიარონ სხვადასხვა სამოქალაქო და ფსიქოსოციალური თემები, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ, რომ შეიძინონ ის უნარები, რომლებიც გამოადგება შემდგომში გათავისუფლების შემდეგ სოციუმში მაღალი ფუნქციონირებისთვის. გაივლიან ისეთი მნიშვნელოვანი თემებს, როგორიც გახლავთ თუნდაც სტიგმა სამოქალაქო განათლების კუთხით, იგივე რა არის არჩევნები, რა არის სამოქალაქო განათლება ზოგადად, რა არის დემოკრატია, იდეოლოგიები და ასე შემდეგ. არიან ძალიან კვალიფიციური ტრენერები, ჩვენ ასევე დავეხმარებით ამ ადამიანებს, რომლებიც განთავისუფლებიან შემდეგ საბუთების მოწესრიგებაში იურიდიული საკითხი, ჩვენი იურისტები ამაზე იმუშავებენ და ასევე ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია დასაქმების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ.